უდიდესი წარსულის, დიდი წარსულის, დიდი ტრადიციების სამშობლოს დამცველთა შესაკრებელი. ეს არის სოფელი რუისი. რუისში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ კარგი ქართველები, კარგი ვაჟკაცები. თუნდაც ის გავიხსენოთ 900 წლის წინ, თუ რამ ხელა როლი ითამაშა რუისმა და მათ შორის ურბნისმა საქართველოს ისტორიაში. რუისში ფუნქციონირებს 3 საშუალო სკოლა. ერთი ცნობილი მუსიკალური სკოლა, რომელსაც წელს უსრულდება დაარსებიდან 20 წელი. მოქმედებს 3 საბავშვო ბაღი, რომელსაც დიდ დახმარებას უწევს სოფლის საკრებულო. სოფელს ყავს საფეხბურთო გუნდი რუისი, რომელმაც უკვე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. სოფლის საკრებულო გასული წლის 1 ივნის აირჩია მოსახლეობამ. სოფლის საკრებულოს წევრებმა გაითვალისწინეს და გაიზიარეს ის პრობლემები, რომლებიც სოფელში არსებობდა წლების განმავლობაში. მათი მუშაობის შედეგად რუისში აღდგა ანტიკური ხანის სარწყავი წყლის არხი, რომლის მოქმედებით ყველა კმაყოფილი დარჩა. მცდელობისა მაინც ჭირს სარწყავი წყალი. გაიწმინდა ანტიკური ხანის არხი, რომელსაც დიდრუს არხი ქვია, რომელიც მდინარე ლიახვიდან მოედინება ფხვენისის ტერიტორიიდან და დაახლოებით 22-25 კილომეტრის მანძილი ჭირდება, რომ გამოიაროს სოფლის რუისამდე, რომ მოაღწიოს ამ წყალმა. და გზად აქვს გამოსავლელი ფხვენისში, შინდისი, საქაშეთი, სოფელი სასირეთი და უამრავი კიდე განშტოები, სადაც ირწყვება ეს წყალი და ფიზიკურად არ ყოფნის ხოლმე და რუისი კიდევ ბოლო დასახლებული პუნქტია. ასევე მეორე სარწყავი წყალი, რომელიც ეს თანამედროვე არხი არის, ეს არის ტაშისკრის არხის 60 კილომეტრის მანძილიდან და მეტიდან მოედინება სოფელი ტაშისკრიდან, სადაც მდინარე მტკვარი გადაიკეტება სპეციალურად არის იქ მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც წყალი ბრუნდება ჩვენამდე და მოდის ხაშურის რაიონის სოფლებს მოედინება, ის კი არა ბორჯომის რაიონსაც ახალდაბას გამოდის და რუისი აგაც ბოლო დასახლებული პუნქტია და ასე რომ წყლის პრობლემა აქვს რუისელებს, მაგრამ მიუხედავად ამისა რუისელები ცოცხლობენ, შრომობენ და იცოცხლებენ ყოველთვის მოსავალსაც მოიყვანენ და ერთი რამეს ვიტყვი კიდევ, სანამ ჩვენი საკრებულოს პროგრამა მინიმუმ მაქსიმუმია რუისის მოსახლეობისათვის სოციალურ საკითხთან დაკავშირებით. უპირველესი პრობლემა ეს არის სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარება, ეს სოციალურთან და ეს არის ჩვენი საკრებულოს იმ ერთი წლის მანძილზე, რაც ჩვენ არჩეულები ვართ, ამაზე არის აქცენტირებული და მეტნაკლებად მივეცით შვება. ეს პრობლემა არის